ვერაგობა და სიყვარული სპექტაკლის პრემიერით დაიხურა ბათუმის დრამატული თეატრის 157 სეზონი. სპექტაკლი ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა. თეატრალური წარმოდგენა გვიყვება ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ისტორიაზე და იმაზე თუ რა გავლენა აქვს მლიქვნელობას ან ფარულს რახვებს სხვების ცხოვრებაზე. სპექტაკლში ასევე წარმოჩენილია ის გავლენა თუ შედეგები, რაც ხშირად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მოაქვს. ბათუმის დრამატულმა თეატრმა მიმდინარე სეზონზე სულ 8 საპრემიერო ჩვენება გამართა. მაყურებელი და მსახიობები წარმატებულ სეზონზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ყოველი ახალი სპექტაკლი ემოციებისა და მაყურებელთან დაახლოების საშუალება იყო. პირველ რიგში ულოცავ ბათუმის თეატრს ახალ პრემიერას, ახალი პრემიერით დაიმშვიდობდნენ, როგორც ვიცი, სეზონი დახურეს, წარმატებულს უსურვებ, შემდეგ სეზონსაც წარმატებულს უსურვებ, მადლობას გეტყვით დღევანდელი სპექტაკლისთვის და ბატონ გოჩას ვეტყვით მადლობას. ულოცავ თეატრს წარმატებით დასრულება სეზონის, არაჩვეულებრივი პრემიერა იყო, არაჩვეულებრივი რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლი და წარმატებას უსურვებ. თეატრის დირექტორს კოტემ ჟავიას, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება, გადაემსარო პროფესიონალია თავის საქმის და ბატონ გოჩას უსურვებ წარმატებას და მიხარია, რომ თანამშრომლობს ეს თეატრი ესეთ კარგ რეჟისორებთან. ძალიან ვღელავდით, იმიტომ რომ შილერია ძალიან დიდი დრამატურგი, როგორც ვიცი, ბათუმის თეატრში შილერი თითქმის არ განხორციელებულა. და ძალიან ვღელავდით ყველანი შემადგენლობა. შემდგომ ინსცენირება როცა გაკეთდა უკვე, ვცდილობდით რომ ეს ყოფილიყო ძალიან თანამედროვე, ძალიან გასაგები, ძალიან თანამედროვე პრობლემებზე სასაუბრო. აქ არის ხელოვანისა და ადამიანის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხელოვანის ბედი ესეთ გარემოში და რა თქმა უნდა სიყვარული, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს, ყოველთვის ტრაგიკული ხდება ხოლმე. რომანტიზმი, რომელიც ჩვენ რატომღაც აი ჩვენ პრაქტიკულ ცხოვრებაში გვაკლია, აღარ ვსაუბრობთ ესე ამაღლებული ფრაზებით, აღარ ვსაუბრობთ ესე ამაღლებულ გზნობებზე, აღარ ვესაუბრებით მაყურებელს, არა და მაყურებელს ესეც ენატრება, ესეც მოწონს. ამის ნოსტალგიაც აქვს. მაყურებლის ემოცია არის განსაზღვრელი იმ ყველაფრისა, თუ როგორი ნაყოფიერი წელი გამოგვივიდა ჩვენ და მე მგონი, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაშიც და არ დავაკელით. აბსოლუტურად თამამად შემიძლია თქვა, რომ თეატრის ყველა თანამშრომელი იყო მობილიზებული მთელი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენ ბათუმელი მაყურებლის წინაშე ღირსეულად წამდგარიყავ მთელი სეზონის მანძილზე და მე მგონი გამოგვივიდა. მარტო ის რიცხვი, რომ ჩვენ არასრულ 6 თვეში მოვახერხეთ 8 პრემიერის ჩუქება ბათუმელი მაყურებლისათვის, მე მგონი ეს ყველაფერზე მეტყველებს.